იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მიღებულია. ის ვენეციის კომისიის დასკვნით გათვალისწინებით იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს შორის კონსულტაციების შედეგად მომზადდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოდე კუბლაშვილის განცხადებით კანონპროექტი ზუსტად არ ემთხვევა ვენეციის კომისიის დასკვნას, თუმცა უზენაესი სასამართლო მზადყოფნას გამოთქვამს ეს ვარიანტი უცვლელად გადავიდეს კანონში. კანონის ძალაში შესვლისთანავე უფლებამოსილება შეუწყდებათ უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, ვისაც კანონის მიხედვით თანამდებობრივი შეუთავსებლობა ახალი კანონპროექტის მიხედვით უმაღლეს საბჭოს ყოფილ წევრებს საბჭოში ხელახლა არჩევის უფლება ექნებათ. საბჭოს წევრები გახდებიან ის კანდიდატები, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ. მოსამართლე კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღარ წარადგენს. ასევე საბჭოს წევრები ვერ იქნებიან სასამართლოს თავმჯდომარეები, თუმცა მათ შეეძლებათ საბჭოს წევრობა თანამდებობის დატოვების შემთხვევაში. უმაღლეს საბჭოს წევრობის პარალელურად დასაშვები იქნება კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეობა. ახალი არჩევნების